ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით მარნეულის 79 უბნის მონაცემები, სადაც საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ჰქონდა ადგილი, ბათილად გამოცხადდა. მოხდარზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ინციდენტი მოხდა ასევე ნომერ მე-4 უბანზეც არსებული ცნობით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა კომისიის წევრსა და საიას დამკვირვებელს შორის. ბელა ზაქაიძე გვერდდება დეტალებით პირდაპირ ეთერში. ბელა, გისმენთ. დიახ, ჩვენ ახლა სწორედ მე-4 უბანთან ვიმყოფებით, სადაც ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. მე-4 უბანში იმყოფებოდნენ ლელოს ლიდერები, როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მათი აქ მოსვლის საფუძველი გახდა დაპირისპირება, რომელსაც მე-4 უბანზე ჰქონდა ადგილი. მისი განცხადებით ერთ-ერთ დამკვირვებელს, კერძოდ საიას დამკვირვებელს გიორგი გოცირძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვერკვია სიტუაცია, შევედით საარჩევნო უბანზე. უბნის თავმჯდომარემ გვითხრა, რომ გიორგი გოცირძე პროვოკაციის მოწყობას ცდილობდა. მისი განცხადებით ადამიანს ამომრჩეველს, რომელსაც ორჯერ ჰქონდა მარკირება გავლილი გიორგი გოცირძის მოთხოვნით, უნდობლობას უცხადებდა და ითხოვდა, რომ მესამეთაც გაევლო მარკირება, რის საფუძველზეც მოხდა დაპირისპირება. ჩვენ ვნახეთ ადამიანი კომისიის წევრი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფებოდა, როგორც მან განაცხადა. გიორგი გოცირძე აქეთ მას გაუსწორდა ფიზიკურად. გიორგი გოცირძე ადგილზე არ იმყოფებოდა, ჩვენ მას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდით. გოცირძე პირიქით კომისიის წევრს ადანაშაულებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში. ამ წუთებში საარჩევნო უბანზე სიმშვიდეა და სიტუაცია განმუხტულია. მე დაამკვირვეთ, ეხლა არ დამიწყო გეფხეცეთ. არავის მხარეს არ ვარ, მე შენ სიტუაციას ვაძლევ ხარ. ახლა მოვედით და სიწყნარია ვცდილობ, რომ სიწყნარე იყოს, იმიტომ დავდივარ, რომ მარნეულში არაფერი არ მოხდეს, არაიროს, შვიდად ჩატარდეს ყველაფერი. მოახვალთ, თქვენ რევთ ყველაფერს. ჩვენ მოვედით, დაგვხვდა დამკვირვებელი, რომელმაც განაცხადა, რომ მას ხელით შეეხნენ, ამ პერიოდში უკვე მოვიდა ადგილობრივი ხელისუფლება სრულად და არის გაურკვეველი ხალხი აქ, რომელიც ცხადია, რომ აქ მოსული ემისათვის ზემოქმედება მოახდინო პროცესი. ამიტომ ეხლა აქ პოლიციაც მოვიდა, აუცილებელია, რომ ელემენტარული წესრიგი დამყარდეს, იმიტომ რომ ადგილი აქვს ცალსახად ზემოქმედებას ადამიანების დაშინების მცდელობას. კონკრეტული დამკვირვებელი წამოვიდა პროვოკაციაზე. ადამიანი მოვიდა პატარა ჩვილი ბავშვით, გაიარა მარკირება. დაიწყო გინდა თუ არ გაუვლია მარკირება. მეც აქ ვიდექი და ვაკვირდებოდი და აუხსენი დაგერარი ხალი, გაიარა, არა არ გაუვლიაო. მე უთხარ, დაიწყო ისე ძალიან გთხოვ დაწნარდი გვერდით გაიწიეთ მეთქი, ნუ გიშლით ხელს მეთქი პროცესის სრულობას მეთქი. და მან კიდე მე უცებ არ ვიცი დაკრა ფეხი და კარგი შემოდიოდა ჩემი კომისიის წევრი დაეტაკა და არ ვიცი გარეთ რა მოხდა მე. მესამე ეუბნება ხალხს, ბავშვიან ხალხს, რომ მარკირება არ გაკეთებიათო. აი ეგეთ ადამიანს რა უნდა გვეთქვა? აი პროსტო მითხარით. ნუ ეხლა უყვირი თავისთავად მეთქი როგორ სამჯერ გააკეთებიათ ბავშვიან ადამიანს მარკირება მეთქი. ნუ იუჟელი ვერ ხედავ რომ უკეთებენ მარკირებას მეთქი. ეს იყო ამაზე აკვიტო всё მე მორჩა არაფერი. გამოვედი გარეთ, სიგარეტი მოვწიე. შევდივარ შიგნიდან ნაგლად. გამოდის კარებთან ხვდება და მხარს მირწყავს რა. აი ეს თვალები ჩემხარ მხარი ჩამარტყა. მხარი ჩამარტყა მე მოვბრუნდი, მაგრამ მე ვეღარაფერი ვეღარ უქენი რა. ნუ გამოიქცა რა. იმიტომ გამოიქცა რომ არ არის ადამიანი, არა ადამიანია პროსტო. მანამდე სანამ მე-4 საარჩევნო უბანზე მოვიდოდნენ ლელოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მარნეულის ნომერ მე-2 საარჩევნო უბანზე. იმ უბანზეც, როგორც ლელოს წარმომადგენლები ამტკიცებენ, გამოავლინეს დარღვევა მათი განცხადებით. ერთ-ერთი ამომრჩეველი ოცნების დელეგატობის კანდიდატის ზაურ დარგალის ძმის პასპორტით ცდილობდა ხმის მიცემას, რაც მათ გამოავლინეს და ეს ამ ადამიანმა საარჩევნო უბანი დატოვა, არ მიეცა ხმის მიცემის შესაძლებლობა. ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ქართული ოცნების დელეგატმა ზაურ დარგალმა, როგორც მან განაცხადა, მისმა ძმამ უკვე მისცა ხმა სხვა საარჩევნო უბანზე. მისი პირადობით აღნიშნული სისტემა ელექტრონული, რომლითაც არჩევნები მიმდინარეობს, დარგალის განცხადებით გამორიცხავს ხელმეორედ ხმის მიცემას. მან ფეიკი უწოდა იმ პასპორტს, რომლის ფოტოც ლელოს წარმომადგენლებმა გაავრცელეს და განაცხადა, რომ ესეც მორიგი პროვოკაციაა ოპოზიციის მხრიდან.
მეორე საუბნო საარჩევნო კომისიაში დავინახეთ, რომ ადამიანი შევიდა სხვისი პასპორტით, როგორც ზაურ დარგალის ძმა მირზა დარგალი, მისი პასპორტის გამოყენება სურდა. ცხადია, ჩვენმა წარმომადგენლებმა მოახდინეს რეაგირება, დაწერეს საჩივარი. ელექტრონულ არჩევნებზე თქვენ იცით, რომ ერთი პასპორტის სამჯერ ხმის მიცემა შეუძლებელია, ჯერ ერთი, მეორე ის პასპორტი რაც ვნახე მე, ვადაგასული პასპორტია, საერთოდ 12 ივლისს გავიდა ვადა და ფეიქსაც ვერ აკეთებენ ნორმალურს რა, როგორც ხედავთ და აბსურდით არიან დაკავებული. ანუ ოჯახის წევრებზე გადადიან, ყველაფერს ცდილობენ, რომ რაღაცა ფონი შექმნან, რომ რაღაცა პრობლემებია უბნებზე, თუმცა მე მინდა დაგარწმუნოთ, რომ ზოგადი ფონი ახლა რაც მოდის ინფორმაციები მარნეულში ძალიან ბევრ უბანზე 7 გარემოში ტარდება არჩევნები. აღნიშნული ორი უბნის გარდა ხმაური იყო დღის განმავლობაში კიდევ ორ უბანზე, ერთ-ერთ უბანზე, სადაც ბიულეტენების ჩაყრის გამო შედეგები გაბათილდა და უბანი დაიხურა, მეორე უბანი 74 უბანზე კი ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მადლობა, ეს ბელა ზაქაიძე იყო.